მოგესალმებით. დღეს ჩვენ კაქტუს აფრიკაში განვიხილავთ. ამ წიგნის ავტორია სოფია ბარშოვა. თქვენ თვითონაც მიხვდებოდით, რომ კაქტუსა არის მთავარი გმირი. რატომ დაარქვეს კაქტუსა? გიკითხავთ, მაგრამ მე პასუხს აუცილებლად გაგცემთ. მას ეკლივით თმა აქვს და ასევე მწვანეც. ამიტომაც ქვია კაქტუსა. ის არის ძალიან ცნობის მოყვარე და მეგობრული. მისი გარეგნობის გამო არავინ არ დასცინის და მას სუპერძალაც აქვს. რა არის მისი სუპერძალა? მას მისი ჯადოქარი ბებიასგან გამოჰყვა ერთი სალამური და როგორც კი სალამოს ჩაუბერავს და იტყვის, მინდა ქარი ამოვარდეს, მაშინვე ქარი ამოვარდება. როცა იტყვის წვიმა ამოვარდება, როცა იტყვის მზე გამოვა. ის აფრიკაში იმოგზაურებს, მაგრამ სანამ აფრიკაში ჩავა, მანამდე ძალიან ბევრ თავგადასავალს გადაეყრება თავს. მას მეგობრები წყავს, თაგვი მიკი მაუსი. არა, არ მოგესმართ, თაგვი მიკი მაუსი და ძია ფრედერიკო, ის დამლაგებელია. ის ბელაცაც ნახავს გზად. ბოლოს კი დაუმეგობრდება ერთ ბიჭუნას. ის წაიყვანს კაქტუსას მის სამშობლოში გემით, მაგრამ კაქტუსა მაგ ბიჭს აჩუქებს მის მეგობარ მიკი მაუსს და დახპირდება, რომ აუცილებლად წაიყვანს მის სამშობლოში, ზღვისპირა ქალაქში. ნახვამდის მეგობრებო, დამავიწყდა ყველაფერი. თავარი სურპრიზი თქვენთვის არ მეთქვია. ამ ამბავს მამა თავის შვილებს უყვება. საიდან მოიგონა? იკითხავთ და იტყვითად. მან კაქტუსის ფოტო დაინახა და მაქედან მოიგონა კაქტუსა, მაგრამ მე ბოლო გვერდი უნდა წაგიკითხოთ. პატარები აღარ ჩერდებოდნენ. არა და საათის ისრები უკვე 12-ს გადასცდა. ახლა მართლა გვიანია, ბავშვებო. მეც დავიღალე, თქვენს გამო ძინება გჭირდებათ. წადით ახლა, ჩვენი ამბავი აუცილებლად გაგრძელდება. კაბელძელს გისურვებთ. კარგი მამა, მაგრამ სიტყვა დამთქნარა და პირზე ხელი მიიფარა შაკომ. მამამ ფრთხილად გაიხურა კარი. მართლა რა ტკბილები არიან. სიყვარული და დაღლილობა ერთ ხიმილში ჩაატია მამა შუქრიმ. კაქტუსაო, ისე მე რა ვირტუოზი ვარ. რას არ მოვიფიქრებ, როგორ მიყვარს ასეთი ბედნიერი ღამეები. თქვენც ასეთი ბედნიერი ღამეები გქონოდეთ. არ დაგავიწყდეთ, ეს წიგნი წაიკითხეთ. ილუსტრაციებსაც განახებთ. აი, პატარა კაქტუსა როცა დაიბადა. ასეთ დიდი კაქტუსა. ეს მისი პატარა ჩემოდანია, რომელშიც კაქტუსამ აღმოაჩინა მისი სალამური. ეს მოგზაურობის დროს გადახდა თავს. ნახვამდის მეგობრებო, მომავალ წიგნ